სრულიად რუსეთის პატრიარქმა სწორედ რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერს უმასპინძლა. პატრიარქმა კირილ ანატოლი ბიბილოვს დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე არჩევა მიულოცა და ასევე ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის საეკლესიო და რელიგიური ცხოვრებით დაინტერესდა. ეს იმ ფონზე, როდესაც ოკუპირებულ ცხინვალს რეგიონის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებშია მოქცეული. რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა. ქეთი ბერაიაგი ამბობთ. ოკუპირებული ცხინვალის ეგრეთ წოდებული დროშით რუსეთის საპატრიარქოში დე-ფაქტო ლიდერი, როგორც ეგრეთ წოდებული ოფიციალური პირი, თავად რუსეთის პატრიარქმა მიიღო. მოხარული ვარ მოგესალმოთ და თქვენს არჩევანთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ საზოგადოების კონსოლიდაცია ბევრად არის დამოკიდებული თქვენს ქმედებებზე. როგორია საეკლესიო და რელიგიური ცხოვრება სამხრეთ ოსეთში? ამაზე თქვენი მოსაზრება მაინტერესებს და მინდა ვისაუბროთ ამაზე. ასე დაიწყო საუბარი სრულიად რუსეთის პატრიარქმა თავად რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო ლიდერთან და საუბრის დასაწყისში ბიბილოვის ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის პოსტზე არჩევასაც ხაზი გაუსვა. მაშინ, როცა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ საზღვრებშია მოქცეული და ცალკე ტერიტორიად მას საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მსოფლიოს მართლმადიდებლური ეკლესიაც არ აღიარებს. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გავრცელებია. ცენტრალური ხელისუფლება კი მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის მხრიდან საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა მცოცავი ოკუპაციის ფონზე. ბიბილოვი გახდა დე-ფაქტო პრეზიდენტი ზუსტად იმ მოწოდებებით, რომ მზად არის ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთებას შეუწყოს ხელი. ამიტომ ჩემთვის გასაკვირი არ არის, რა შეიძლება იყოს, ასე ვთქვათ, მისი ვიზიტის მიზნები. კანონმდებლები გითვლიან, რომ ამ საკითხზე რეაგირება პოლიტიკოსებზე მეტად საქართველოს საპატრიარქოს პრეროგატივაა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიას არც ერთხელ არანაირი ფორმით არ დაუსვია კითხვის ნიშნის ქვემოთ ჩვენი საეკლესიო საზღვრები, ამიტომ ვიმედოვნებ, რომ ეს შეხვედრა მაინც იქნება სათანადოდ რეაგირებული სწორედ ჩვენი საპატრიარქოს მხრიდან. გასაკვირი არ არის, ცხადია აქ მნიშვნელოვანი ის არა ის, რას აკეთებს პუტინი და ამ შემთხვევაში მისი გაგრძელება, არამედ რას ვაკეთებთ ჩვენ. როგორც ქართული სახელმწიფო. ოკუპირებული რეგიონის მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საუბარი ცხინვალში რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი ეკლესიის მშენებლობასაც უნდა შეხებოდა. რუსეთის ეგრეთ წოდებული საინვესტიციო პროგრამი და რუსეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული მშენებლობა პუტინის თანაშემწემაც მოინახულა ოკუპირებულ რეგიონში ყოფნის დროს გასულ თვეში. პროექტით გათვალისწინებულ გრაფიკში ჩამორჩენა არ გვაქვს. ჩვენ რაც დავიწყეთ, შეუფერხებლად დავასრულებთ კიდეც. მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი ინფორმაციის გავრცელებისას კი თავის დროზე საქართველოს საპატრიარქო განმარტავდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ამის უფლება არ ჰქონდა და არაერთი წერილის გაგზავნის შემდეგ მოსკოვში საკითხი საქართველოს და რუსეთის პატრიარქების შეხვედრაზეც დაისვა. წერილობითი პასუხის და დოკუმენტის გარდა ასევე სიტყვიერი პასუხი მივიღეთ, რომ ეს იყო მხოლოდ ჯარისკაცებისთვის გათვლილი, თუმცა კი რა თქმა უნდა იქვე აღინიშნა, რომ მაინც ეს შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ეკლესიასთან. რუსეთი აღიარებს ჩვენს ეკლესიის იურისდიქციას, ეს არის დადასტურებული ფაქტი, მაგრამ ცხინვალში რო ააშენოს მოსკოვის საპატრიარქოს თავისი ეკლესია, ეს არის კანონიკური ნორმების დარღვევა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ოკუპირებული რეგიონების ლიდერები მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქს ხვდებიან. თუმცა ამჯერად რა გზავნილებით დაბრუნდა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ლიდერი რეგიონში და რა შედეგები მოყვა მის მოსკოვში ეგრეთ წოდებულ ვიზიტს, ჯერ ადგილობრივ მედიას არ გაუჟღერებია.